სადა თუ არა ოლენა ზელენსკამ უკრაინის დატოვება. ევრო გადამოწმება. რუსული დეზინფორმაციული ოპერაცია კიდევ ერთხელ შეეხო უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას. ამჯერად იგი ქვეყნიდან გაქცევის მცდელობაში დაადანაშაულეს. ეს ამბავი სრული სიცრუეა და უკრაინის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის კოორდინირებული მცდელობა გახლავთ. BBC-ს ლოგოთი საგანგებოდ შექმნილი ვიდეო პლატფორმა X-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და Telegram-ზე გამოჩნდა. ვიდეო ამტკიცებს, რომ თითქოს და ზელენსკამ ქვეყნიდან გაქცევა ქმართან შექმნილი დაძაბულობის გამოსცადა, მაგრამ მისი გეგმები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაშალა. ყალბცნობებში მოთხრობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ბოლო 6 თვის განმავლობაში გაქცევას გეგმავდა და უკვე შეთანხმებული იყო ევროპულ ქვეყნებთან პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თაობაზე. თუმცა ეს გეგმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. BBC-ს ჟურნალისტმა და ფაქტების გადამოწმებელმა განაცხადა, რომ ვიდეო იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია უკრაინის დისკრედიტაციისაკენ და დაადასტურა, რომ BBC-ს არასოდეს მომუსადებია ასეთი სიუჟეტი. ვითომ და BBC-ს ვიდეო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა, პირველად X-ზე გამოქვეყნდა ანგარიშის ქვეშ, რომელსაც ერქვა Peacemaker. შარშან ჩვენ გამოვაშკარავეთ იმავე ანგარიშის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზელენსკამ დახმარებისთვის გამოყოფილი 4 მილიონი ევრო თითქოს და ბუგატიზე დახარჯა. უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ინფორმაციით იგივე ამბავი Telegram არხებზეც გავრცელდა, სადაც მოყვანილი იყო ბრიტანული პრესის გაყალბებული გარეკანის ფოტოები. მიუხედავად ფაქტების გადამოწმებელთა მუშაობისა, გამყალბებელთა ანგარიშები პლატფორმა X-ზე შეზღუდვების გარეშე აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ჩვენ მივმართეთ X, რათა გვეკითხა თუ რა ზომებს მიმართავენ მოცემული ანგარიშების წინააღმდეგ, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ევრო გადამოწმება.